ხმა მივეცი თანამშრომლობას და უსაფრთხოებას ევროპაში და მსოფლიოში. ჩვენ ვირჩევთ EUTOS საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს, ამიტომ უნდა ვიხელმძღვანელოთ იმ პრინციპებით, რაც EUTOS აქვს და იმ პრიორიტეტებით, რაც EUTOS აქვს. ბუნებრივია აქ შიდა ნაციონალური პოლიტიკური კონტექსტი ყველა ქვეყანაში ყოველთვის ფიგურირებს, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მაშინ გახდება პატივცემული მოთამაშე და მონაწილე, როდესაც ჩვენ შევძლებთ და ვისწავლით იმას, რომ მსოფლიოზე, ევროპაზე და გლობალურ საკითხებზე ვიფიქროთ ყველა გადაწყვეტილების მიღებისას. ეს ერთი. მეორე, საერთაშორისო ორგანიზაციებში ძალიან მნიშვნელოვანია იმ წესების და პრინციპების მიხედვით მოქმედება, რომელიც დამკვიდრებულია ამ ორგანიზაციებში. მართალია ასამბლეა ტარდება თბილისში, დიდუბეში, მაგრამ აქ პლეხანოვური ან დიდუბური წესები არ მოქმედებს, აქ მოქმედებს EUTOS-ში დამკვიდრებული პრაქტიკა. ამიტომ კონკრეტულად არჩევნებთან და საარჩევნო გადაწყვეტილებთან დაკავშირებით მე თავიდანვე განვაცხადე, რომ ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნებოდა ის პოლიტიკური კონსულტაციები, რომელიც პოლიტიკურ ფრაქციებს გუნდებს შორის იმართება ასეთ შემთხვევაში. მე მქონდა საკმაოდ ინტენსიური კონსულტაციები, მონაწილეობდი ლიბერალ-დემოკრატიული ჯგუფის ფრაქციის ეგიდით გამართულ საუბრებში, გეგმებში და მათთან ერთად ჩავთვალეთ, რომ EUTOS საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელი მომავალი 1 წლის განმავლობაში უკეთესია თუ იქნება ქალბატონი კრისტინე მუტონენი, ავსტრიელი ვიცე-სპიკერი ასამბლეის და ეს იქნება კარგი EUTOS-თვის და ეს იქნება კარგი საქართველოსთვისაც. ამასთანავე მინდა ძალიან ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თუ გაიმარჯვებს სხვა კანდიდატი, მაგალითად ბატონი გიგი წერეთელი, ამის გამო იმედი მაქვს, რომ მისი შიდა პოლიტიკური მოწინააღმდეგეები არ მოახდენენ ისეთი ფრაზეოლოგიით თავისი განწყობების გამოხატვას, რომელიც დააზარალებს საქართველოს, რომელიც არ იქნება სასარგებლო ჩვენი შემდგომი ურთიერთობებისთვის EUTOS-თან. და იმედია არ იქნება კომენტარები ისეთი, რომელიც ასე ვთქვათ, EUTOS და მთელ ამ 56 ქვეყნის წარმომადგენლობას ბრალს დაძდებს რაიმე არასწორ ქმედებებში. ამიტომ მე ვუსურვებ წარმატებას ქალბატონ მუტონენს, თუ გაიმარჯვებს ვინმე სხვა კანდიდატი, ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას EUTOS-თან და მის საპარლამენტო ასამბლეასთან ჩვეულებრივი ცივილური ფორმებით.